მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ ჩვენ რას გვიმზადებს აგვისტო, ხო? ან შემდეგი თვე, აი ესე რომ ვთქვა, ვინც ნახავს ახლა, რა თქმა უნდა, აგვისტოს თვე იქნება, ვისაც არა, შეგიძლიათ ნახოთ უბრალოდ მომდევნო თვე, არ არის პრობლემა, როგორც გინდათ, ჩვენ აგვისტოს ვნახავთ, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვნახავ ახლა ვისთვის იქნება, რა ენერგიებში ხართ ახლა. მე როგორც ყოველთვის უკვე ტრადიციულად ჩვენ ახლა ვნახავ სამივე სფეროს, ანუ მითითებებს, რასაც გვეტყვის ჩვენ სამყარო. აი ვნახოთ ახლა ჩვენ შეიძლება ცოტა სხვანაირად გავშლი, ნახოთ. ჯერ ახლა ვისთვის იქნება ეს, რაღაცა უცბად მომივიდა იდეა. როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? რა ენერგიებში შეხვალთ? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ აქ ტარო. აქ კი ბატონო. так, ვნახოთ ახლა ჩვენ აქ სამსახური ჩვენი, ხო? ახლა ასე გავაკეთებ, თვე არის გრძელი, მოდით ასე გავაკეთოთ. რას უნდა დააკვირდეთ და რას უნდა მიაქციოთ და ან რას გელოდება თქვა? თვის პირველ ნახევარში, ხო? აი ასე გავაკეთოთ და თვის მეორე ნახევარში, აი ასე თვის პირველ ნახევარში. აჰა. რას უნდა მიაქციოთ და მე ბოლოს, თვის ბოლოსაც აი თქვა 15-დან და 15-ის მერე, ხო? სიტყვაზე აი ასეთი რაღაც მომივიდა დღეს აზრად. ფინანსებზეც იგივე ვნახოთ, როგორი იქნება თქვენი თვის აგვისტო როგორ პირველ ნახევარში და მეორე ნახევარში, როგორი მდგომარეობა გექნებათ ფინანსებში. ანუ პირველი ნახევარი, თვის ნახევარი და მეორე. так, აი იყოს აქ. და ურთიერთობაშიც იგივე ვნახოთ, ხო? ურთიერთობაშიც ვნახოთ იგივე, ანუ რა იქნება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ თვის პირველ ნახევარში და თვის მეორე ნახევარში. всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ. უი. так, ვისთვის. რაენ ოჰო. ესე იგი თქვენ ახლა უკვე როგორ ხართ იცით? აქ უეჭველი არის გამოსვლა. ანუ თქვენ ახლა უნდა გრძნობდეთ, რომ ახლა გამოხვედეთ, ახალი ეტაპი დაიწყო, ის რაზეც თქვენ მერყეობდეთ, რაც იყო შეიძლება ჩაკეტილი ხო თქვენ ცხოვრებაში, აი აქ არის წინსვლა, ძალიან აქ არის ახალი ეტაპი. ანუ შეიძლება გქონდეთ თქვენ აქ დაუშვათ ფინანსებზე ჩაკეტილობა, შეიძლება გქონდეთ თქვა გაუგებრობა, მიდიოდა, მოდიოდა, რაღაც ეგეთი მომენტები. ეს სიტუაცია დასრულებული უნდა იყოს ახლა თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ რასაც თქვენ ეჭვი გეპარებოდა თქვა, რასაც თქვენ ფიქრობდეთ რომ რა ვიცი, რამდენად მე გამოვალ ამ სიტუაციაზე, გამოხვედით აქედან თქვენ კი ბატონო, გამოხვედით აქ უეჭველი რა. და შეიძლება ვიღაცას რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯიც ჰქონდეთ სხვათა შორის და აი სრულიად მოულოდნელად რაღაცაშია დაგროვილი თანხა ჰქონდეთ და მოგიწიეთ მაგისი დახარჯვა. ეგაც არ გამოვრიცხავ აქ. კარგით. ვნახოთ ახლა, რაღაცას რომ გრძნობ თქვენ რომ სამომავლოდ ან даже სულ მცირე აქ რომ აი მივენდობი, მე ახლა ვთქვათ მაღალი ძალებს ჩემს ცხოვრებაზე, აი ვენდობი, ვიცი რომ მოხდება რაღაცა კარგი. ოი, აქ რა ხდება, შეხედეთ. აქ იმენა 3 კარტი წამოვიდა, მეთქე 2 და 3. ნახეთ რა ამბავია. так, ვნახოთ ახლა ჩვენ. აი აქ ჩემო ლამაზებო, მე შემიძლია გითხრათ რა იქნება აქ აგვისტოში, უფრო გიმაჩვენებენ რას. აქ გამოდიხარ თქვენ რაღაცა სტრესით, გქონდათ რამე, ხო, რამეზე თუ ნერვიულობდით თქვენ, ხო?
აქედან აი აქ წერტილს სვამ თქვენ რაღაცა სიტუაციაზე. შეიძლება ეს ეხება სიყვარულს. აი მე ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე წერტილი დავსვი. იმიტომ რომ მე აქ არანაირ манипуляციებსაც, არანაირ ტყუილებს, არანაირ თქვათ რაღაც არ ვარ მზად რომ ეს ყველაფერი ავიტანო თქვათ, ხო? კი ბატონო, აი აქ თითქოს დასრულება, ნახეთ, დასრულება იმის, რაც თქვენ გაღელვებდათ, რაც თქვენ რაც მოქონდათ თქვათ განცდა რამე, შეიძლება რაღაც აი დასრულება აქ უეჭველი ამ ყველაფრის თქვენ სვამ წერტილს. აი თითქოს ან შეიძლება თავს ატყუებდით თქვენ თვითონ თქვენს თავს და ამიტომ თქვით რომ არა, მეტი აღარ მინდა არანაირად, всё, მორჩა. გამოსვლა არის აქ სტრესიდან. ან ვიღაცას დაუმთავრდა რაღაცა სასიყვარულო თემა. შეიძლება даже ზოგი, იცით რა სეზავ თქვენ, ანუ თუ დაფრთხილად იყავით რა, თუ დაუშვათ, მაგრამ აქ ვერ ვხედავ მე ახალს, იმის მიუხედავად რომ აქ ახლა არის თასების ტუზე, მაინც ვერ გეტყვით რომ დაუშვ. აქ პირიქით ასე მგონია რომ მფარველი ანგელოზები შემოფრინდებიან და პირიქით თითქოს დაგიცავენ თქვენ, ანუ ტყუილისგან რა. იმიტომ რომ თქვენ აქ გონებით იმუშავ, აქ ძალიან ჭკვიანი ქალია და თქვენ აქ გონებრივად იმუშავ, თქვენ არ მისცემთ საშუალებას და უფლებას რომ ვიღაცა მოგატყუოს. ანუ თქვენ როგორ ხართ? კი ბატონო, ძალიან ჭკვიანი ქალი, ძალიან ჭკვიანი რა, ძალიან კაი თბილი გული. კი, არაფერი თქვენთვის აქ არ არის, თქვათ, უცხო, არც სიყვარულის თემები, არც თქვათ, მაგრამ აქ ადამიანი ერთავს, იმენა ქალი ერთავს აქ ტვინს. იმედი და ვერ ხედავ თქვენ. ნახეთ როგორ მამასე არის აქ დედოფალი ხმალების, ხო? ანუ გოგო აქ რთავს ტვინს. გოგო როცა ტვინს რთავს, მორჩა. უკვე ვეღარავენ, უკვე ვერანაირად ვერა. კი ბატონო, აქ შეიძლება ვიღაცაზე ნერვიულობთ, მაგრამ ეს დასრულდება. Так, всё, ნახოთ ახლა ჩვენ სფეროები, ხო? ანუ პირველი ახლა ჩვენ გვაქვს კარიერა, აჰა. პირველი ხო ჩვენ თქვენთვის საწყისში. აქ ნახეთ რა ხდება. მიდის ცვლილება, პირველ რიგში ნახეთ, აქ შეიძლება მოხდეს თქვენი საქმის აი მაგარი აღიარება. აი შემიძლია გითხრა მაგარი აღიარება იქნება თქვენი. ძალიან გახარებული იქნებით, იმიტომ რომ აქ თქვენ აქ ხმალების მეფე, ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი. ძალიან ჭკვიანი ადამიანი და შეიძლება და აი აქაც მე ვეთყოდი რომ შეიძლება თქვენ ნერვიულობთ, მაგრამ აი აქ უეჭველი შეიძლება ქალი ხო არის ახლა მაინც ახლა ხმალების დედოფალი ცოტა უფრო რბილი მაინც ვიდრე ხმალების მეფე, ხო? მაგრამ დრო ქალური ენერგია. აქ ახლა ნახეთ თქვენ ანუ თითქოს დაიცავ თქვენს თავს და იტყვით რომ ანუ მე მაგ მეფეზე ნაკლები არა ვარ, მიხვდით? მაგრამ მოდით ნახოთ ახლა გეტყვით. შეიძლება ძალიან მაგარი თემა. აქ შეიძლება მოხდეს ვიღაცა დაბრუნდება, ნახეთ, так, ეხლა მოიცადეთ. დაბრუნდება სამსახურში. ნახეთ, ვიღაცის არის ინფორმაცია, შეიძლება თქვენ დაგიძახონ იქ, სადაც თქვენ უკვე მუშაობდით და იქ დაგიძახებენ და გეტყვენ რომ შენ ჩვენ აქ ვჭირდები. მიხვდით? შეიძლება დაუშვათ რაღაცა სიტუაცია ისე შეიძლება რომ თქვა საჭირო იქნებით. ნახეთ, აი ეგეთი მომენტი შეიძლება იყოს. პლუს აქ შეიძლება თქვენ ისეთ რამეს თქვათ შექმნით თუნდაც, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. აი აქაც ნახეთ, უკვე თქვენ შეიძლება დაიწყეთ რაღაცის გახსნა თქვენში, რაც იყო თქვენში დახურული და შეიძლება გქონდეთ თქვენ ის მომენტი, რომ აი არ ვიცი, გამომივა, არ გამომივა, ვცადო, არ ვცადო რა. აი აქ მიდის თქვენი ნამდვილად ეს აღიარება რა, იმიტომ რომ ის რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. მიხვდით? აი ასე რომ ვთქვათ, ეხლა ძალიან ახალი პარგლოვანად, ხო? მაგრამ კიდე აქ არის როგორი სიტუაცია, იცით?
აი აქ კიდე ეს აი ვიღაცა თუ შეეცდება თქვენი მოტყუებას, აი ვერავინ ვერ შეძლებს აი აქ. და აქაც სამსახურში გეუბნებით რაღაცა მაგარი ცვლილება არის, სადაც მოხდება თქვენი აღიარება. ვიღაცისთვის იქნება წინსვლა, ვინც აი თქვა თუ ვინმე ფიქრობს ჩაბარებაზე, ჩააბარებთ, თუ ვინმე ფიქრობთ თქვა აი კარგი მასწავლებელი მჭირდება, იპოვით, თუ თქვენ ფიქრობთ რომ თქვა აი კარგი სამსახური, აქ ძალიან მაგარი ცვლილება არის, აქ არის თქვენი აღიარება. აღიარება. Так, всё, ვნახოთ მეორე ნახევარი. აჰა, ნუ დღეს რაღაცა უჭკვიანესი ვიღაცა მყავს საქმე ნამდვილად, იმიტომ რომ აი აქ ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ გეუბნეთ, თქვენ აქ ცივი გონებით მუშაობთ, იცით? თქვენი სიძლიერე გამოჩნდება, თქვენი ტვინის აღიარება, თქვენი ანუ მაქსიმალურად, ანუ აგვისტოში თქვენი რაღაცა პოტენციალი იხსნება ყველანაირად, მიხვდით? რაღაცა რისიც გეშინოდათ, ხო? ანუ თქვა, ისი იმედიც არ გქონდათ სიტყვაზე, ხო? აი ყველანაირად ყველაფერს მოერევით თქვენ. მე არ დავიწყებ ახლა იქ მაგალითების და რაღაცა მივხვდებით თქვენ, რომ ეს არის სფერო, ხო ვიცი ჩვენ, რომელიც ეხება სამსახური, ბიზნესი, საქმიანობა, სწავლა, ყველანაირად მე გეუბნებით ენერგიას, თქვენი ენერგია დაიჭირეთ. Так, შემდეგი ახლა, შეიძლება დაუბრუნდე კიდე, ხო იცით რომ ნაკად შემუშავ, ყოველთვის შეიძლება დაუბრუნდე ფინანსები. აი აქ ფინანსებში ნახეთ, მოერევით ყველანაირ სიტუაციას, თქვენ თუ დაუშვათ, წახვალთ სადმე დასასვენებლად და მაგისტრის დაგჭირდება თქვა ფინანსები, არ ენერგიულო თქვენ ამ პროგრამას, ამ პრობლემას გაუმკლავდეთ, ვიღაცას პროგრამა აქვს რაღაცა, ხო? არ მეყოფა, ვაიმე, დავხარჯე, აქ სხვათა შორის თქვენ აქ უფრო გადაუკვირდებით რას? რო გითხრათ, რომ აი თქვა ძალიან მხარჯველად მოიქცევით, არა, შეიძლება პირიქით ზოგჯერ იტყვით თქვენ თავს რაღაცაზე უარს. აქ ამ შემთხვევაში ცუდი არ არის, იმიტომ რომ თასები არის როგორი თემა, იცით, შეიძლება რაღაცის ყიდვა მოგინდება და მაგრამ აი ძალიან მინდა ეს ყიდვა, მაგრამ ვერ იყიდეთ, იმიტომ რომ თქვენ თავს ცოტას დაბრყოლებას დაუყენეთ, რო ცოტა ხანი მოიცადე რა დაუშვოთ ხო. აი მოდით ვკითხოთ, რატომ ასე იზავთ თქვენ მიზეზი აქ რატომ თქვენ თავს აი ასე აუგრძალავთ რაღაცას? იმიტომ რომ ჩათვლით რომ ეგ არ არის საჭირო, კი ბატონო. აი იმიტომ რომ ჩათვლით რომ ეს ეხლა საჭირო არ არის. რომ არ არის, რომ ეხლა მე ამაზე დავხარჯო ფული. ცოტა შეიძლება ეკონომიას ჩართავთ, იცით? ეხლა ესაც ზოგჯერ არ არის თქვა ცუდი რომ რაღაცა თქვა დაზოგავთ, ხო? იმიტომ რომ დაფიქრდებით და იტყვით რომ ნუ არ მჭირდება ახლა ასე. ანუ აქ ნაჩქარავი, აი, ნახეთ, ემოცია კი გექნება ძალიან ესეთი ვაიმე მინდა, ხო? მაგრამ მე მივხვდები თქვენ თვითონ რომ ეს ნაჩქარავი არის და მოდი ახლა ცოტა ხანი ვთქვათ ახლა, ნუ შევიკავოთ ამი, მაგრამ კარგით, ეს კი გავიგეთ, მაგრამ აი ფინანსური სიტუაცია, ფულის შემოვა აქ ადამიანთან ექნება თქვა თუ რა ხდება. Так, რა შეიცვლება? რა შეიცვლება? აქ სივრცე იცვლება. აქ სხვადასხვა ხო გითხარით, აქ თქვენ ისწავლით ფულის ხარჯვას, რაღაცა თქვენ შეცვლილება მიდეს, ცვლილება, აღარ იზავთ თქვენ უკვე, ნახეთ, აი რა საინტერესოა. აქ რას უფრო მაჩვენებენ, რომ თუ თქვენ დაუშვათ, იცოდეთ უაზროდ ხარჯვა, მოგვეწონა ვიყიდე. მინდა უნდა ვიყიდე. აი რაღაცა, აი ზოგჯერ ახლა ვთქვათ, ფული მიდეს ჯიბეში და აღარ ვიცი რა, ისიც მინდა. აი აქ თქვენ დაფიქრდეთ, თქვენ რაღაცა ხალი მიდგომა გექნებით ფულის სადმე რა. კი, ხო გითხარით, ახალ იმაზე, სხვა რაღაც ეტაპზე გადადეხართ. აქ ვიღაცა მიიღებს ფინანსებს, თქვათ, ნუ შეიძლება ან ქმრისგან, ან თქვათ, თქვენი ხელმძღვანელისგან, თქვათ, სადაც მუშაობთ, ხო, მაგრამ თქვენ რაღაც სტური, ანუ ის даже ნახეთ, სხვათა შორის აქ ვიღაცა თუ ბანკიდან თქვენ ელოდებით რამეს სესხს მიიღებთ, იცით? დაგემტკიცებენ, კი ბატონო, რაღაცისთვის თუ დაგჭირდება თქვენ აქ თანხა, თქვენ დაგემტკიცებენ მაგ თანხას აუცილებლად.
მაგრამ აი აქ სხვანაირად დაიწყებ თქვენ აი მიდგომას ცულით რაღაცას თქვენ აქ ფულის სადმე იცით და ფული მოგივათ ყველა ვარიანტში რა თქმა უნდა ეგზავნილები თან საკმაოდ კაი თანხები. კარგით, აბა მეორე ნახევარი. ოხ. აი ნახეთ თქვენ როცა მოერევეთ, აი თქვენს თავს რომ მოერევეთ და სისულელებს თავს დაანებებთ, ხო, აი უფრო ფული იქნება თქვენთან აქ ნაკადე გაიხსნება მაშინ. ანუ აქ არის ერთი დასკვნა, რომ თქვენ უნდა თუ ჯერ არ დაგიწყიათ, უნდა დაიწყოთ ფიქრი იმაზე ფულის დალაგებაზე. ანუ ფულის მართვაზე, უკაცრავად, ფულის მართვაზე. როგორ სწორედ უნდა მართოთ თანხები. იმიტომ რომ როცა არ იცით თქვა და ხარჯავთ იქით აქეთ ხო ფული არ ჩერდება. შეცვლით მიდგომას, ეგრევე გეუბნებიან რომ ფული შემოდის. აქ. აქ თუ სადმე შეიძლება ქმარი თქვენი თუ დაუშვათ არის სადმე, კი ბატონო, ისიც და თქვა თუ ელოდებით ბავშვის ფული და რაღაცა აქაც იქნება. აქ შეიძლება даже ვიღაცისთვის არ ვიცი ეს ინფორმაცია ვისთვის არის. თუ თქვენ იყავით დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენ დაუშვათ ქმარზე ხარ დამოკიდებული, რომ ან უნდა გამოგიგზავნოს თქვენ ბავშვისთვის ფული, ხო? და მაგაზე ხართ, აი მართლა მაგაზე ხარ დამოკიდებული, იქნება და შეიძლება თქვა დიდი ხანი არ გამოუგზავნია, ხო? აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ მაგისგან თქვენ მიიღებთ თანხებს აუცილებლად და სხვათა შორის ეს ადამიანიც შეცვლის მიდგომას. ანუ აუცილებლად გამოგიგზავნის თანხას, თუ აი ვიღაცას თუ ბავშვებისთვის გჭირდებათ, აი აქ უეჭველე. так, ურთიერთობაც ნახოთ ახლა, ხო? რა გელოდებათ ურთიერთობაში? так, აქ ახლა პირველ რიგში თქვენ იქნებით ძალიან კომფორტულად, კარგად იქნებით. ანუ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, ურთიერთობაში თითქოს შეცვლით თქვენ მიდგომას. ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ ყოველთვის იყავით ძალიან მზრუნველი, ყველაფერს თქვენ აკეთებდეთ, ყველაფერს თქვენ ზრუნავდეთ, თქვენ აქ შეცვლით როლს. თქვენ იტყვით რომ მე ვარ უფრო მეტი ზღირსი, მე არ მინდა, კარგი გაგებით სხვათა შორის მეტი ზღირსობა. ანუ მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა, აი თქვათ ვინმეზე ზრუნვა კაცზე, როგორც შვილზე, აქეთ იზრუნოს ჩემზე. აი ეს შემიზეგით რაღაცა თითქოს თქვენი თვითშეფასება ამაღლდება. აქ და ეს სხვათა შორის გაუკვირდება თქვა თქვენს პარტნიორს, იმიტომ რომ აქ თქვენ ირჩევთ თქვენს თავს. მე მინდა ნამდვილად ჩემ თავს ვაფასებ, კი ბატონო, ყველა მიყვარხართ, მაგრამ მე ჩემი თავი მირჩევნია. თითქოს აი რაღაცნაირად უფრო დაინახავთ იმას, რომ არ არის საჭირო, რომ ნამეტანი ზრუნველობა მის ადამიანს, რომელიც უკვე თქვენ ნამდვილად გიყენებთ თან ძალიან. გამოყენებაში კიდე რას ვიძახე, რომ აი თქვათ ყველაფერი თქვენზე არის ყველანაირი თვირთი, მაგრამ თქვენ აქ უარს ამბობთ ამაზე და ამას ძალიან გაუკვირდება. და მე აგვისტოს ბოლოს რა არის? აგვისტოს ბოლოს თქვენ აქ შემიძლია გითხრათ, ნახეთ, მეორე ნახევარში. აი თითქოს როგორ არის, იცი, ყველანაირი პრობლემას უყურებ ძალიან აი მსუბუქად რა. აქ თითქოს უშვებთ თქვენ ყველაფერს. ძალიან დიდი, აი ხო გეუბნები, ხმალების დედოფალი ერთობა. ხმალების დედოფალი ისეთია, რომ კარგად ბრძანდებოდეთ ყველა, მე არ მოვითმენ არაფერს რა. და ამიტომ აქაც ეგეთი მომენტი, რომ არც ტკივილში მოუშვა, ანუ ყველაფერი რაც იქნება, ნებისმიერი ინფორმაცია თუ შემოვა თქვა ურთიერთობაზე, ან თქვა პარტნიორზე, რამის აი უშვებთ. აი თავისუფლდებით რა, თავისუფლდებით. მოდით ვკითხოთ თუ ვინმესთვის ახლა რატომაც მომივიდა ეს თემა, აქტუალური არის ვიღაცისთვის ეთყობა. ვკითხოთ, აბა შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი, მაშინ ამას თუ უშვებ და აჰა, იმპერატრიცა ეგრევე. დედა გადავერია. შეიძლება თქვენ რაღაცა სტატუსი ცვლით თქვენ აქ სხვათა შორის. აბა ნახოთ ახლა. ახალი შემოვა, ვისაც უნდა, ვისაც აქტუალურია აგვისტოში. კი,
აი აქ უმრავლესობას შემოვა ადამიანი, რომელიც გამოგზავნილი არის თქვენი საგვარეულოდ, მონათესავი სული არის 100%-იანი, ადამიანი, ვისთანაც თქვენ იქნებით ძალიან კარგად. ბევრ რაღაცას თქვენ, აი ძალიან კარგი ადამიანი, იმიტომ რომ საერთოდ თასების მეფე უკვე არის როგორი ადამიანი, იცით, აი იცის როგორ უნდა დაელაპარაკოს ქალს, იცის როგორ უნდა თქვათ ძალიან კარგი ფსიქოლოგი რა, ძალიან კარგი ისეთი ადამიანი რა ვიცი, აი ერთი მოიცადე ერთი რა მინდა იცით, იცნობთ მაგას? არა. ეს ადამიანი, ეს ახალი სიყვარული თქვენ სადღაც ამას გაიცნობთ, უბრალოდ აი ეს არის საგვარეულო თქვენ გამოგიგზავნათ, აი ეს სიყვარული, ნახეთ, აი აქაც თასების ტულზე არის, აი მთავრდება რაღაცა სიტუაცია და ალბათ ნახეთ ახლა მაგაც თასების ტულზეა, მაგრამ თქვენ უბრალოდ ეხლა ცოტა გონებას კი ჩართავთ ახლა. სადღაც შეება წვეულებაზე ნახავთ, შეება დასვენებაზე იქნებით, სადღაც თქვათ მეგობრებთან ნახავთ ამ ადამიანს, მაგრამ უეჭველი ეს არის ძალიან მაგარი შეხვედრა. კი, აქ არის სიყვარული. всё. აღარ გავშვი. ელოდეთ ახლა ვისაც აქტუალურია, გააქვთ ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ თქვენ შეხვდებათ ადამიანი, რომელსაც თქვენ იცნობთ, რომელიც თქვენ ძალიან დიდ სიყვარულს გაჩუქებთ, რომელთანაც თქვენ იქნებით ბედნიერი. რასაც მე რა თქმა უნდა თქვენ გისურვებთ.